ბავშვობიდან წიგნის მაღაზიებში მოხეტიალე. წიგნებზე შეყვარებული ადამიანი წლიდან წლამდე აგროვებდა იდეებს, მაღაზიათა თავისებურებებს და უცხოურ გამოცდილებას წიგნის მაღაზიათა გამორჩეულობის შესახებ. და დღეს უკვე თბილისის ცენტრში მყუდრო ადგილას გახსნილ წიგნის მაღაზიას ყველასგან განსხვავებული კონცეფცია და სტილი აქვს. როდესაც ჩვენ მივადექით ამ იდეის განხორციელებას, მაშინვე მივხვდით, რომ რაღაც ახალი უნდა შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. და ეს ახალი კი არის ის, აი ჩვენ როცა დავდივართ წიგნის მაღაზიებში, რა გვაკლია, ხომ? აი პირადად მე მაგალითად როცა მუშაობდი ამ კონცეფციაზე, ჩვენს ახალგაზრდა თანამშრომლებთან ერთად, აი ამაზე ვფიქრობდით და ვშევლობდით, აი ჩვენ რა გვაკლია, პირადად მე რა მაკლია. პირადად მე გეტყვით რა მაკლია, მაკლია ჩამოსაჯდომი სივრცე, ჩამოსაჯდომი ადგილი, ხშირად წიგნის თვალიერებას არჩევა შეიძლება თუ გააქვს ამისი დრო და სურვილი, შეიძლება 1 საათი და 2 საათიც დაუთმო. და 1 საათი და 2 საათი ფეხზე დგომა რთულია. გარდა ამისა, ეს გამოცდილება უკვე არის საქართველოში, როდესაც წიგნის მაღაზიები არის ხოლმე გარკვეული საპრეზენტაციო და საგამოფენო სივრცეები. თუმცა იმისათვის რომ ესეთი სივრცე იყოს, ამასაც სჭირდება შესაბამისი დიზაინის, შესაბამისი განწყობის მქონე სივრცე და ჩვენ შევეცადეთ, რომ ამაზეც გაგვეთვალა, რომ აქ ჩატარდებოდა ღონისძიებები და ამ ღონისძიებებზე მორგებული უნდა ყოფილიყო ეს დიზაინი. ეს მაღაზია თავისუფლად შეგვეძლო, ვფიქრობდი, თავისუფლად შეგვეძლო გვექცია ერთგვარ მუზეუმადაც. პირადად მე დამიგროვდა ძალიან ბევრი ძველი ნივთი, ვთქვათ, რომელთა პრეზენტირება არ იქნებოდა ურიკო და მართლაც აი ჩვენ მაღაზიაში ბევრი უკვე ხმარებიდან გამოსული ნივთი არის და პერიოდულად ამას შეემატება, შეიცვლება ექსპოზიცია, ძალიან ბევრი ჩვენგანი მოესწრო ამ ნივთებს ბავშვობაში, ჩვენი მშობლები მათ ბავშვობაში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ისე გავიდა ჩვენი ცხოვრებიდან, რომ ვერ შევამჩნიეთ და ეს ძალიან სასიამოვნო ემოციებს იწვევს ხოლმე, როდესაც ასეთ ნივთებს ეხები. ხის თაროებზე არასტანდარტულად განთავსებული წიგნები, ღია ბარათები და პლაკატებით გაფორმებული კედლები, ფორტეპიანო, ძველმანები, რომლებიც ინტერიერს ნოსტალგიასა და გარდასული წლების იერს აძლევს და თანამშრომლების მიერ დამზადებული ხის მაგიდა და სკამები. სადაც შეგიძლია ჩამოჯდე და ნებისმიერი წიგნი წაიკითხო. მაღაზია არა მხოლოდ შინაარსითაა გამორჩეული, არამედ სახელითაც და ნებისმიერს ადვილად დაამახსოვრებს თავს შაქრობაბუა. როდესაც ვიწყებდით სარემონტო სამუშაოებს, მანქანით მე და ახალგაზრდა თანამშრომელი მოვადექით ამ ჩვენს ყოფილ ოფისს და განვმარტე, რომ აი ეს ვაზი შაქრობაბუას დარგულია მეთქით და აი მაშინ დაიბადა იდეა, რომ დაგვეყრია შაქრობაბუა. შაქრობაბუა იყო ჩვენი გამომცემლობის უხუცესი თანამშრომელი, ყარაულად მუშაობდა ჩვენთან და იყო ჩვენი კოლექტივის ძალიან ისეთი კოლორიტული წევრი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ერთგული, წესიერი, წიგნების მოყვარული, წიგნების მცველი. ახსოვს ვაზის გახარებას, როგორ ვეხუმრებოდით, ჩიჩქნიდა ასვალტს და ჯიუტად უნდა გაეხარებინა ვაზი და არ იყო ამისი არც ადგილი, არც წარმოიდგინდა ადამიანი, რომ იქ ვაზს რა უნდა, მაგრამ აი ესე ჯიუტად ული და წავდა და მართლაც ახლა არაჩვეულებრივი ტალავერი არის ჩვენი მაღაზიის შესასვლელთან. ესეთი ფილოსოფია აქვს ამას, რომ ჩვენ ხშირად ჩვენ ცხოვრებაში გვავიწყდება ჩვეულებრივი ადამიანები და მათთვის მადლობის თქმა, მათი სახელის დარქმევა იმ ადგილებისათვის, იმ მოვლენებისათვის, რომელიც მათ უკავშირდება. ასე შეიქმნა წიგნის მაღაზია შაქრობაბუა. შაქრობაბუასთან მისულ სტუმარს არაერთი სურპრიზი ელის. განსაკუთრებულ გარემოს შესაქმნელად გადავწყვიტეთ ხით, ჩვენი ძალებით დაგვემზადებინა თაროები, მაგიდები, ეს ფიზიკურად განახორციელა სხვათაშორის შაქრობაბუას შვილთაშვილმა, კოტე ვეხვიაშვილმა და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რატომაც არა წიგნებთან ერთად შევთავაზოთ ეს ავეჯიც მომხმარებას. ეს საშუალებას მისცემს ერთი კარგი თაროების შოვნა რთულია, არ არის ადვილი. ხომ ჩვენთვისაც საინტერესოა, იმიტომ რომ მუდმივად განახლების საშუალებას მოგცემს. მას შემდეგ რაც ვთქვათ ერთი
თარო გაიყიდება, იმ ადგილას სხვანაირ თაროს დავამზადებ. ეს გზა ხაზს უსვავს ჩვენ სტილს, ჩვენი სტილი არის თავისუფლება, მაქსიმალურად თავისუფლად და მომხმარებელზე და საერთოდ ჩვენი ინტერესების მქონე ადამიანებზე მორგებული გარემო გქონდეს. მაგალითად, აი შევხედოთ ასე, ადამიანი კითხულობს წიგნს, ყიდულობს წიგნებს, ახში არ ეტევა და ამ დროს მოეწონა თარო. რატო არ უნდა ქონდეს საშუალება თარო შეიძინოს? წიგნის მაღაზია შაქრობაბუა სხვადასხვა სახის ლიტერატურას გვთავაზობს. ხის სანიშნები ჟანრობრივად თუ ასაკობრივად გამოყოფენ წიგნებს და ძიებას უფრო მარტივს ხდიან. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები. მომსვლელთათვის არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ დავაგებული არის თემატურად, ანუ კომფორტულია ამ ხრივ და გარდა იმისა, რომ ეს წიგნები ესე გავაგებულია და მათ შეუძლიათ სასურველი წიგნი იპოვონ და შეიძინონ, ასევე შეუძლიათ ადგილზევე წაიკითხონ, ჩამოждენ, მიირთვან ჩაი ან ყავა, გვაქვს სხვადასხვა სახელობის ჩაი და ყავა და შემდგომში უკვე შევთავაზებთ მათ ტყიელსაც. ასევე ეს სივრცე არის თავისუფალი, ყველა ლიტერატურით და არ მხოლოდ ლიტერატურით ხელოვნებით დაინტერესებული პირისთვის. თავისუფალმა საკითხავმა, საგამოფენო თუ საპრეზენტაციო სივრცემ საზოგადოების ინტერესი პირველი დღეებიდანვე დაიმსახურა. დღეს მეორედ ვარ ამ მაღაზიაში, ამჯერად უკვე წიგნის საყიდლად მოსული, ეს შევიძინე, ეს ჩემი პირველი შენაძენია ამ მაღაზიაში და ძალიან მიხარია, აქეთ გამოვწიე მაშინვე როგორც კი წიგნის ყიდვის სურვილი გამიჩნდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ესეთი ძალიან ლამაზი და ორიგინალური მაღაზია უკვე არსებობს თბილისში, ჭავჭავაძის 17B ნომერში. ძალიან ლამაზია აქაურობა, ძალიან მომწონს ის სიმყუდროვე და ის გარემო, რომელიც შინაურული გარემო, რომელიც მხდება მაღაზიაში, ისევე როგორც თვითონ გამომცემლობებში, ყოველთვის როცა მიწევს იყოფნა, მე არტანუჯის ავტორი ვარ და აი ეს შინაურული გარემო, ის კეთილგანწყობა და მეგობრული გარემო, აი აქაც არის, აქაც გვხვდება ისევე როგორც გამომცემლობაში, ეს ორიგინალური გაფორმება, ეს წიგნების განლაგების ეს თავისებური რაღაც წესი, ყველას თავისი კუთხე აქვს მიჩენილი, ვუსურვებ ბევრ მყიდველს, ბევრ მკითხველს ამ მაღაზიას, ბევრ სტუმარს, საინტერესო დღეებს, დარწმუნებული ვარ, აქ არაერთი წიგნის წარდგენაც გაიმართება მომავალში. აქ მოფუსფუსე თანამშრომლები ცდილობენ თქვენი შაქრობაბუასთან ყოფნის წუთები გაგილამაზონ და უფრო კომფორტული გახადონ. ჩვენ პირველ რიგში ვითვალისწინებთ მოსული სტუმრების სურვილებს, სწორედ რომ და ვეკითხებით, რას დაუმატებდნენ, რას შემატებდნენ ჩვენს მაღაზიას და ვითვალისწინებთ მათ შენიშვნებს და რჩევებს. პირველი, რაც აუცილებელი იქნება ამ ეტაპისთვის, ალბათ ის, რომ შემოდგომა უკვე და ზამთარი მოდის, შიდა სივრცე უნდა გავზარდოთ იმისთვის, რომ ჩაი ყავა და აქ ადგილზე დასაჯდომი თემა უფრო კომფორტული შეიქმნას. ეს არის თანამედროვე და თავისუფალი კარცერლუქსი. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერს სიძველის, წიგნის და ხის სურნელი ასდის. ეს წიგნის მაღაზია შაქრობაბუაა.